ესე იგი, სურს გამოეხმაურო გუშხამინდელი შემთხვევის სტადიონზე რაც მოხდა იმ გამოხმაურებებს. ესე იგი, წერენ რომ არიხაო ეს არ გვეკადრებაო. ეს როგორ გვეკადრებაო? ეს რა ვიკადრეთო? შეგახსენებთ რომ ჩვენ ისეთები ვართ როგორც ყველა ადამიანი. უკადრებელსაც ვიკადრებთ და საგადრესაც ვიკადრებთ. მაგრამ საქმე მაგაში არ არის. ერთხელ ცოტა შორიდან მოვული, ერთხელ სტუმრად ვიყავი ერთ-ერთ ტელევიზიაში და იქ იყო საუბრები საავტომობილო ჯარიმებზე, ანუ სიჩქარის გადამეტებაზე, კამერის დარღვევაზე და ასე შემდეგ. ხო და ჩემი პოზიცია იყო რომ ჯარიმები უნდა გაიზარდოს, აი ძალიან ადრე თუ გახსოვთ, ყოველდღიურები იყო და ზაფხულში ოჯახებით კვდებოდნენ. ხო და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყო ეთქობა ულტრა ლევაკი გოგო, რომელიც მეუბნებოდა რომ არაო ჯარიმები არ არის გამოწვეული განაწვალეო. ახსნა განმარტებითი სამუშაოები უნდა ჩაუტაროთ ეგეთ ბრძოლებს. ვის უნდა ჩაუტარო ეგეთ ბრძოლებს ახსნა განმარტებითი სამუშაოები? უმრავლესობა წერა კითხვა არ იცის ეს დრაფტავიტები და ვიც κανონს აღწევს მე ვილაპარაკობ თორე დრაფტი ღმერთმა შეარგოთ სადაც შეიძლება იქ რო აკეთონ. აი ამ ტიპის ზოგი ბევრმა მათგანმა მართლა გეუბნებით წერა კითხვა არ იცის და თუ იცის აი იას მე რაღაცები ხო წაიკითხა ეს ის რა ქვია ან მარტო წაიკითხა იმის მე არც აუკითხია. ხო და ასეთ ადამიანებთან ახლა გამარტება არ მუშაობს. კულტურა არ მუშაობს, მორალი არ მუშაობს. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? რა გავაკეთოთ მეგობრებო? არაფერი, კანონი ისევ, კანონი. თუ ვთქვათ რომ შენს ქვეყანაში რაღაცა მიმართულება დაიდო საფუძვლიანი, აი ვთქვათ, ანდაუცი ხტებიან მინდორზე შემადგენლები. გამკაცრე კანონია. ხშირად არ ღვევენ სისწრაფეს უჩი ბრძოლები, გამკაცრე კანონი. ყველა იქნება ბულკივით. მისას დროს ძალება გამოუშვა ჩვენმა სუპერდემოკრატმა მეშიკომისო შუშების დაბრუნვა არ შეიძლებაო რა და მაშინ ვიფიქრე რომ მეთქი ვინა ბიჭო ეს ჩვენი ძველი ბიჭები ხლა შუშებს იმას იზამენ მეთქი რა ქვია მოხსნიან იმ დაბრუნული მას მეთქი და ის ეგეთად ყველაფერი 10 თუ 15 ლარი შიშით საკუთარი ხელით ჩამოხსნეს ეს დაბრუნული შუშები. ხო და მივედით იქამდე რაშობით და ჯერტი პოლიცია უნდა ყოფილიყო და არ იყო. მეორეც ერთი ვიდეოებით ხო იცნობენ იმერს რა ქვია ქუჩებს როკეტავენ. რა უნდა მათ ამას დაპოვნოს? არაფერი. რა უნდა ჯარიმა უნდა 10,000 ლარი და სიტყვაზე 10 წელი არ შევიდეს სტადიონზე. მორჩა დამთავრდა პრობლემა. ეხლა მაგათ უკითხე მორალი, მაგათ ის ელაპარაკე საქართველოს ისტორიაზე და ასე შემდეგ. კანონი და პოლიციელი. მაგრამ სად არის? ფაფუ